Washingtonis Chinatownis უბანში ტიშენგ დაი ერთ-ერთი ჩინელი ხელოვანია. მას ორი გალერეა ჰქონდა, მაგრამ ქირის მომატების გამო ორივეს დაკეტვა მოუწია. შენობის გარეთ მდებარე აბრა ერთადერთი ნიშანია იმისა, რომ აქ ხელოვნების გალერეები მდებარეობდა. Chinatownში საცხოვრებელი ფართის ფასმა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უბანში სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები მასობრივად გადავიდნენ. აქ ჩინელი მოსახლეობის რაოდენობა 3000-დან 300-მდე შემცირდა. Chinatownis განვითარება 10 წლეულების წინ დაიწყო. აქ ჩინელი მოსახლეობის კონცენტრაცია მალევე მოხდა, იმის გამო, რომ ახალი ემიგრანტები ისეთ ადგილებზე სახლდებოდნენ, სადაც ენის და კულტურული ბარიერები ნაკლებად შეინიშნებოდა. დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. Როგორც კი მათი შვილები ინგლისურს სწავლობენ და ამერიკულ გარემოში ასიმილაციას იწყებენ, ოჯახების საცხოვრებლად სხვაგან გადადიან. ამბობენ, რომ შვილების სკოლაში გაშვება სხვა უბანში სურთ. ახლანდელი ჩინელი მოსახლეობის უმრავლესობა დაბალ შემოსავლიანია და სახელმწიფო შეღავათებს იღებს. ნაწილი სუბსიდირებულ სახლებში ცხოვრობს. ერთ-ერთი ასეთი შენობის მეპატრონემ გადაწყვიტა ძველი შენობა დაანგრიოს და მის ნაცვლად ახალი, ფეშენებელური საცხოვრებელი სახლი ააშენოს. მას სურს ახლანდილმა მობინადრეებმა ბინები დაცალონ. დაი აქ 9 წელია ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მობინადრეებს გადასვლა არ სურთ. აქ ბევრი ბავშვი და ხანდაზმული ადამიანია. ზოგიერთ ოჯახში 3 თაობა ერთად ცხოვრობს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე ადრე გადმოვიდნენ აქ საცხოვრებლად. ზოგი უკვე 20 წელია აქ ცხოვრობს. თუ მობინადრეები სუბსიდირებული ბინებიდან გამოასახლეს, ჩინელ ემიგრანტებს Chinatownis დატოვება მოუწევთ. ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი დერეკ ჰაირა ამბობს, რომ თუ ჩინელმა მოსახლეობამ მასობრივად დატოვა Chinatowni, ადგილობრივი მთავრობა ამ უბანს ტურისტების მოსაზიდად ეთნიკურ ჩინურ დასახლებად ვეღარ გაუკეთებს რეკლამას. ჩემი აზრით, ეთნიკურად და რასობრივად მრავალფეროვანი ქალაქები უფრო ინოვატორები არიან. მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირია. Tom Pongo ამბობს, რომ ვაშინგტონში ჩინური კულტურის შესანარჩუნებლად Chinatowns დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები და მათი შვილები ჩინეთთან კავშირს არ დაკარგავენ. შეასრულებენ ლომის ცეკვას და ივარჯიშებენ კუნფუში. იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენ კულტურას განავითარებენ და მომავალ თაობებს გადასცემენ.